გამარჯობა გოგუნებო და ბიჭუნებო. მიხარია ისევ რომ გხებავთ. დღეს მინდა გიამბოთ, იგავარაკი მელა და ყვავი. აბა კარგად მოკალათ. ერთხელ მელამ დაინახა რომ ყვავი ხეზე შემომჯდარიყო და მის კარტით ყველის მოზრდილი ნაჭერი ეჭირა. სჯობს ახლავე დაემშვიდობო მაგ ყველის ნაჭერსო. ჩუმად ჩაიცინა მელამ და ხეს მიუახლო. დილა მშვიდობისა ბატონო ყვავო. მხიარულად შეზახა მელამ ყვავს და საუბარი განაგრძო. დღითი დღე უფრო მშვენიერდებით. როგორი ფაფუკი ბუმბული გაქვთ და რა ნათელი თვალები. რატომ არ მღერით? დარწმუნებული ვარ, სხვა ფრინველებს შეშურდება თქვენი სიმღერის. გთხოვთ მომასმენინოთ, როგორ მღერის ფრინველთა დედოფალიო. ყვავს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. თავი მაღლა აწია და სიმღერა დაიწყო. თუმცა როგორც კი პირი გააღო, ყველის ნაჭერი მიწაზე ჩამოუვარდა. ყველი მელამ დაიჭირა. ზუსტად ეს მინდოდაო, გაიცინა მელამ. თუმცა სიკეთეს გამოვიჩენთ და დასასრულს ყველის სანაცვლოდ ერთ რჩევას მოგცემ. მლიქვნელებს არასდროს ენდოო.